Საღამომშვიდობისა. ეთერშია გადაცემა ჩვენ. მე თამარ ჩიქოვანი ვარ. დღეს ამ სატელევიზიო სეზონის ბოლო გადაცემაა. შესაბამისად, თემაც განსაკუთრებული შევარჩიეთ. რა არის თავისუფლება, რაში გჭირდება თავისუფლება? რატომ ვამბობთ ხოლმე უარს თავისუფლებაზე? ჩვენი სტუმარი დღეს დავით ბერძენიშვილია. დათო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, როგორც შევთანხმდეთ, მინდა რომ თავისუფლებაზე ვილაპარაკოთ. სხვადასხვანაირი განმარტება აქვს, ხო, რა არის თავისუფლება? ალბათ ყველაზე უფრო ესეთი კარგი გათვითცნობიერებული თავისუფლების თეორია, როდესაც არა რაღაცისგან თავისუფლდები, არამედ რაღაცისთვის. ხომ არ გეჩვენებათ, რომ აი ეს პრობლემაა ჩვენთან დღეს საქართველოში, რომ არ ვიცით თავისუფლება რისთვის გვინდა, რისთვის და არა რისგან. რისგან ვიცით, ხო? საბჭოთა წარსულისგან, რაღაცა გავლენ, მაგრამ რისთვის გვინდა თავისუფლება? მე მგონი ეს გათვითცნობიერებული არა გვაქვს და პრობლემებიც ალბათ ამიტომ გვექნება. ამიტომ ვქნით ისევ რაღაცა პატარა სამყაროს, რომელიც ძალიან წააგავს ბევრი საზრით საბჭოთა კავშირს, ოღონდ რაღაცა მოდიფიცირებულს. არის ეს პრობლემა? ვფიქრობ კი. გეთანხმებით 2000 წელიწადია, ცოტა მეტი, 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული. ეს საკითხი დგას ჩვენს წინაშე, მაგრამ პასუხი ჩვენ ამაზე ჯერ არ გაგვიცია. როცა მე რა მამარდაშვილმა თქვა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი თავი შევიცნოთ, ანუ სახელმწიფო დამოუკიდებლობა ეს ინსტრუმენტია, რომ თავისუფალი მოქალაქეები გავხდეთ და თავისუფალი მოქალაქეების საზოგადოება ჩამოვაყალიბოთ. ეს ცოტას თუ ესმოდა მაშინ საქართველოში და ვისაც ესმოდა, იმათი საკმაო ნაწილი ვერ ბედავდა ღია მხარდაჭერას. მე ვფიქრობ, რომ ინსტრუმენტის და მიზნის ერთმანეთში აღრევა მაშინაც იყო და მთელი ამ 20 წლის განმავლობაში არის. როცა ჩვენ მოგვეც არჩევანის შესაძლებლობა, პოლიტიკური არჩევანის შესაძლებლობა, ჩვენ ამ არჩევანისთვის მზად არ აღმოჩნდით. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ პოლიტიკური პრეფერენციები იყო, თქვათ, გამსახურდიას მხარეს უფრო, ვიდრე რომელიმე სხვა ოპოზიციური ჯგუფის მხარეს, ვიდრე კომუნისტების მხარეს, თბილისში და ბათუმში უფრო ინფორმირებულ ნაწილში ჩვენი საზოგადოების, ნაკლებად კონტროლირებად ქალაქებში თუ რეგიონებში, 90 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდნენ კომუნისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ კატასტროფულად დამარცხდა ეროვნული მოძრაობის ყველა მიმართულება, მათ შორის ყველაზე ძლიერი მრგვალი მაგიდაც მთელ რიგ რეგიონებში საქართველოში და არა მხოლოდ ქვემო ქართლში და ჯავახეთში, მთელ რიგ რეგიონებში. მაგრამ ჯამში რეალურად კომუნისტური პარტია აღმოჩნდა დამარცხებული, თუმცა ეს მარცხი რომ მაინდა-მაინც ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, ესეც მივიღეთ, ესეც თავისუფლების თვის ბრძოლის ხარვეზიანობის შედეგი არის. ჩვენ იმ ვითარებაში, როცა შესაძლებელი გახდა ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების გზით არ გვიყალბებდნენ არჩევნებს. ჩვენ ეს ხელისუფლება შევცვალეთ, მაგრამ იმის წინააღმდეგ შევცვალეთ და არც მაშინ მოესწრო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მეტიც თავისუფლების წინააღმდეგ სვლა დაიწყო მაშინაც. ამ გადასახედიდან ისე ჩანს გამარტივებულად და ბევრს ასე გონია, თითქოს რაღაცა ძალიან კარგი ხელისუფლება მოვიდა საქართველოში და მერე მოღალატე ქართველებმა რუსების მხარდაჭერით ეს ხელისუფლება ჩამოაგდეს. ეს ასე არ იყო. ის ხელისუფლება, რომელიც 28 ოქტომბრის არჩევნებით მოვიდა და ძალიან მაღალი ნდობა ჰქონდა, ჯერ გახელისუფლებამდე და გახელისუფლების შემდეგ მით უმეტეს, ეს ხვასე ხდება ჩვენთან. 2003 წლის 2 ნოემბერსაც კი ყველაზე ოპტიმისტური დათვლებით სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის, რესპუბლიკელების და კონსერვატორების ბლოკმა, გამარჯვებულმა პირველ ადგილზე გასულმა ბლოკმა მიიღო 27%. და უკვე გახელისუფლებულმა სააკაშვილმა 2004 წლის
4 იანვარს მიიღო 96%. მარტო პროცენტებში კი არ არის უზარმაზარი სხვაობა. 2/3-ით მეტი ხმა მიიღო ვიდრე ოპოზიციონერობის დროს. ანუ ვინც მოვიდა გაუმარჯოს, ეს 2003-შიც იყო, 90-შიც იყო. გამსახურდია მას 2-ჯერ მეტი ხმა მიიღო, 2.5-ჯერ მეტი ხმა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, ვიდრე 6 თვით ადრე უზენაეს საბჭოს არჩევნებში. სხვაჯერ ზამთრახი ძალიან მარტივად შეიძლება, იმიტომ რომ არის ადამიანთა ერთი კატეგორია, რომელიც ყოველთვის ხელისუფლების მხარეს არის. ანუ შესაბამისად იყო ზვიადისტი, მერე იყო შევარდნაძისტი, ეხლა არის სააკაშვილისტი. ანუ ეს კატეგორია არსებობს, მაგრამ მე მაინც მინდა დაუბრუნდე დათო 90-იან წლებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ თავს ვარიდებთ ხოლმე იმ პერიოდის მომსწრენი, მონაწილენი თუ გარედან მაყურებლები რაღაცეებზე საუბარს. თქვენ მამარდაშვილი ახსენეთ, რომ თავისუფლება იმიტომ გინდა, რომ საკუთარი თავი დაინახო. არ მოგწონს შესაძლოა ჩვენი თავი იმ პერიოდში და ამიტომაც ცდილობთ, რომ რაღაცა თავი ავარიდოთ რაღაცეებზე ლაპარაკს. ის მითი თუ ის მოსაზრება, რომ ის ხელისუფლება იყო კარგი, ქონდა გეგმა, რა უნდა გაეკეთებინა და უბრალოდ ვიღაცა ცუდმა კგბ-შნიკებმა თუ სამშობლოს მოღალატეებმა ხელი შეუშალეს. შეგიძლიათ მითხრათ, აი, რა შეცდომები იყო ის ქვეყნისთვის მიუღებელი რა მოხდა იმ პერიოდში, რაც პრინციპში მე მოგყვება, ხო ეს არ დამთავრებულა შეცდომების რაღაც წყება და განწყობების რაღაც წყება, გადმოყვა იმ პერიოდიდან და მე მგონია, რომ აი ის ტალღა ნაციონალიზმის თუ რაღა ჯერჯერობით არ დასრულებულა. ვეცდები. ბევრ შეცდომას უშვებდა მაშინდელი ხელისუფლებაც და მაშინდელი სხვადასხვა მიმართულების ოპოზიციური ჯგუფები, ზოგი მეც, ზოგი ნაკლებს. ბუნებრივია, არც მარტო ხელისუფლება იყო მტყვანი და შესაბამისად არც მარტო ის იყო მართალი და არც დაპირისპირებული მხარე იყო მტყვანი ან მართალი. თავთავისი წილი პასუხისმგებლობის მაშინდელ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ პოლიტიკურ სპექტრს ბუნებრივია აქვს. მეცაც ვიტყვი იმ დროიდან მოყოლებული დღევანდელობის ჩათვლით ჩვენ არ გვყავს არა მარტო ჩვენი საზოგადოების ღირსი ხელისუფლება, ჩვენ არ გვყავს ჩვენი საზოგადოების ღირსი ოპოზიციაც. მაშინაც ასე იყო, ასე ვთვლი, შევარდნაის დროსაც ასე იყო და დღესაც ასეა, ასე რომ ქართული პოლიტიკა ჯამში სახელმწიფო და ოპოზიციური ნაწილიც ვალშია ქვეყნის წინაშე, ქვეყნის ჩვენი საზოგადოების წინაშე, ჩვენი მომავლის წინაშე. მაშინდელი ამბები რო გავიხსენოთ, ერთი არის დაპირისპირება კომუნისტებთან და მეორე არის ვისით უპირისპირდები და რითი უპირისპირდები კომუნისტებს. ჩვენ 80-იან წლებში 80,000 კაცი, 400,000 კაცი ვიყავით კომპარტიაში. მე არ ვიყავი პიროვნულად კომპარტიაში, არც სურვილი მქონდა და რომ მქონოდა არ მიმიღებდნენ, იმიტომ წარსული მქონდა ცუდი. მე ვლაპარაკობ ჩვენ საბჭოთა ქართველები, მეტწილად ვიყავით საბჭოთა ქართველები. ჩვენ ქართველები ვიყავით კმაყოფილები მეტწილად იმ რეალობით, რომ საბჭოთა კავშირში საქართველოს SSR იყო გამორჩეული და ქართველები საბჭოთა კავშირში თავს გრძნობდით კარგად. ისინი, ვინც თავს არ გრძნობდა კარგად, იყვნენ მარგინალები და ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოები. როგორც წესი, ვთქვათ, რაც ქართველი დისიდენტები თუ მოდისიდენტო ნაწილი, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდნენ და ვისი მხარდაჭერითაც სარგებლობდნენ, ძირითადად იყო დამოკიდებულება ასეთი, ვაი ბავშვებმა თავი დაიღუპეს. უფრო სიბრალური იყო ვიდრე რაღაცა მხარდაჭერა შეუპოვრობაში. ჯალათის და მსხვერპლი ჩვენა ვართ. სანამ ამას არ გავიაზრებთ, რომ 70-იანი 80-იანი წლების, არა მარტო 30-იანი წლების და არა იმდენად 30-იანი წლების, რომ უითურმე ქართველები 37 წელს სუდად იქცეოდნენ, ერთმანეთზე რაღაცეებს წერდნენ. არა მარტო იმ პერიოდში, არამედ ჩვენი თაობა, როცა ყალიბდებოდა ჩვენი უფროსი თაობა, რომლებიც მაშინ ჩვენი ხნის იყვნენ და აქტიურად ქმნიდნენ ცხოვრების იმ წესს, რომელიც დამკვიდრებული იყო 70-იან 80-იან წლებში, მეტწილად იყო ადაპტირებული იმ საბჭოთა სინამდვილესა. რომ ვამბობ, რომ ჯალათის და მსხვერპლი ჩვენა ვართ,
პლუსის და მინუსიც ჩვენია და ჩვენ ეს გააზრებული არ აგვაქვს. ჩვენ ვეგუებოდით საბჭოთა სისტემას. ჩვენ ვეგუებოდით იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებასაც კი გაურბოდა ხალხი. ჩვენ ვიყავით ბედნიერები, რომ თბილისის დინამომ ევროპით 100 აიღო, როგორც კახეთში იტყოდნენ. ძალიან ბედნიერები ვიყავით აი ამ წარმატებებით. და რა თქმა უნდა იყო გასახარელი, რა თქმა უნდა იყო წარმატება. ჩვენ ცხოვრობდით ვითარებაში, როცა ცეკას მდივანი შევარდნაძე იყო უფრო ადამიანური სახის საბჭოთა მართველი, ასე აღიქმებოდა ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ მებრძოლი შევარდნაძე, ვიდრე ვთქვათ, ბევრ სხვა საბჭოთა რესპუბლიკაში. შევარდნაძის დროინდელ საქართველოში, რაღაცა ქართული კინო, თეატრი, ლიტერატურა არა ვარ დარწმუნებული, რომ დათა თუთაშხიას ტიპის რომანი ან ოთარ ჭილაძის რომანები ან სპექტაკლები, თუმეტეს ის ფილმები არა საბჭოთა, ხო, რომ ყველგან, ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში მოხერხდებოდა მათი გადაღება, დადგმა, გაშვება. ამიტომ ჩვენ ვიყავით ისეთ ჩვენ ვიყავით პრივილეგირებული საბჭოთა რესპუბლიკა და ჩვენ ვიყავით საბჭოთა რესპუბლიკა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაარღვიოთ კანონი, საბჭოთა კავშირში ყველა არღვევდა კანონს, მაგრამ იყო რამდენიმე რესპუბლიკა და მათ შორის საქართველო, სადაც ხელფასი და შემოსავალი ერთი და იგივე არ იყო, პრინციპულად ერთი და იგივე არ იყო და ის ადამიანები, რომელთაც ხელფასს გარდა სხვა შემოსავალი არ ქონდა, საზოგადოების მხრიდან მიჩნეული იყვნენ ადამიანებად, რომლებიც ადგილს აფუჭებენ, თუ მათ თანამდებობა ჰქონდათ. ჩვენი მორალი, საბჭოთა ქართული მორალი ძალიან თავსებადი იყო ქართველი ცეხავიკების მორალთან. ანუ ჩვენ მაშინ თავს თუ ვიმშვიდებდით უფრო პოსტფაქტუმ, პოსტსაბჭოთა პერიოდში დავიწყეთ ლაპარაკი, რომ ის სხვა სახელმწიფო იყო. ჩვენ სხვა საბჭოთა კავშირს ყლებდით, როცა კანონს ვარღვევდით, როცა ჩვენი შემოსავალი არ იყო კანონით განსაზღვრული, მაგრამ ეს ასე არ იყო. ის სახელმწიფო, მაშინ ქართველების სახელმწიფო იყო, ჩემ და სამწუხაროდ. ეს რეალობაა. ამაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ჩვენ მოუმზადებელი შევხვდით თავისუფლებას, ჩვენ მოუმზადებელი შევხვდით დამოუკიდებლობას, როდესაც ჩვენი ინტელექტუალური ელიტის დიდი ნაწილი იყო ინკორპორირებული საბჭოთა რეალობაში. ამასთანავე და ეს არ იყო კარგი. სამომავლოდ აღმოჩნდა, რომ ეს კარგი არ იყო, მაგრამ ამასთანავე ბუნებრივია სათითაოდ მახსოვს უყველა და პატივსცემ, ვინც ქართველი ინტელექტუალი, რომლებიც არ იყვნენ საბჭოთა ინტელიგენციის, არ იყო ოთარ ჭილაძე საბჭოთა ინტელიგენტი და ბევრი ქართველი მოაზროვნე, ქართული ინტელექტუალური ელიტის ეს ნაწილი არ იყო შემადგენელი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების. ეს ვითარება ჩვენ დღემდე არ დაგვიძლევია. მე პრინციპში პარალელებსაც ვაკეთებ, იმიტომ რომ საბჭოთა საქართველოსდან პოსტსაბჭოთა საქართველოსამდე მანძილი მოკლეა. ჩვენ ვერ დავძლიეთ 20 წლის შემდეგაც კი პოსტსაბჭოურობა. ჩვენ დღეს არ ვართ ნორმალური, ჩვეულებრივი, სტანდარტული ევროპული ტიპის საზოგადოება და სახელმწიფო. ჩვენ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ვართ და ჩვენ ჩარჩენილი ვართ პოსტსაბჭოთა პერიოდის საწყის ეტაპზე, საბჭოთა პოსტსაბჭოთას მიჯნაზე ვართ. იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე უფრო პოპულარული ქართული იდეები, ახალ ფეხადგმული ქართული პოლიტიკის იდეები იყო, რომ აფხაზები წავიდნენ თავის ისტორიულ სამშობლოში, დაგვითმონ ეს ტერიტორიები. თუ მათ უნდათ ერად ყოფნა, ისინი წავიდნენ შილო კავკასიაში, საკუთარ ისტორიულ სამშობლოში, ჩვენ მათ ამაში მივეხმარებით. ეს არის ტექსტი, რომელიც თქვა ზვიად გამსახურდია მიტინგზე, რომლის აცრუება იციან ბუნებრივი აფხაზებმა და ეს ტექსტი მამუკა ყუფარაძის ფილმში არის და ეს ზვიად გამსახურდიამ პასუხად თქვა ჭავჭავაძის საზოგადოების, ზურა ჭავჭავაძის და სხვების გამოსვლების პასუხად, რომ აფხაზ ხალხზე, აფხაზერზე რო გელაპარაკებიანო, რომ აფხაზების ინტერესი უნდა გავითვალისწინოთო, აი ეს ხალხი არ არსებობს, ეს აფსუები წავიდნენ ისტორიულ სამშობლოში. ორი მიმდინარეობა დაუპირისპირდა 80-იანი წლების მეორე ნახევარში ერთმანეთს საქართველოში, ქართულ ეროვნულ მოძრაობაში. ერთი, რომ მარტივი, კვეთრი, რადიკალიზებული, ადვილად გასაგები
და ინდივიდების მასად ქცევის ინსტრუმენტით გამოყენებით აირჩია ქართველო ერო ქრისტეს გზა თუ ბარაბას გზა ქართველმა ხალხმა აირჩია ბარაბას გზა ბარაბა იყო ებრაელების ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდიაც იყო ქართველების ნაციონალური მოძრაობის ლიდერი უტრირებ მაგრამ ეს მიმართულება იყო ეთნიკური ნაციონალიზმი დამყნობილი საბჭოთა ქართველობაზე შემთხვევითი არ იყო რომ საბჭოთა ნომენკლატურა მეწილად გამსახურდიას მხარს უჭერდა როცა მასში ძალა დაინახა არას ვლაპარაკობ ცეკავს მდივნების და რაიკომის მდივნების მეუღლეებზე რომლებიც მასობრივად იყვნენ გამსახურდიას მომხრეები მათთვის პატრონი გამოიცვალა კვარცხლბეკი იგივე დარჩა აქვე მინდა ვთქვა ზვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავას ვიქტორ ცხილაძეს უზარმაზარი დამსახურება აქვს 70-იან წლებში ქართველი ერის წინაშე სამწუხაროდ მათ ამ დამსახურებაზე კოკო გამსახურდიაც კი არ ლაპარაკობს არავინ ამაზე არ ლაპარაკობს იმიტომ რომ ყალბი სტერეოტიპები იქნება რომ ის იყო ბრწყინვალე პრეზიდენტი არ იყო ის კარგი პრეზიდენტი ის იყო ძალიან კარგი დისიდენტი 70-იან წლებში მიუხედავად აღიარებისა იმის მიუხედავად რომ რაც მოყვა ამას შემდეგ რა თქმა უნდა ეს დარტყმა იყო გამსახურდიას აი ამ ტექსტის გაშვება ვრემიაში მე ვიყავი მაშინ 17 წლის და ჩემთვის მე მახსოვს ჩემი განცდები იყო დარტყმა მძიმე დარტყმა იყო მაგრამ ამის მიუხედავად საბჭოთა წითელ საქართველოში ბედნიერ საბჭოთა კავშირში გამოვიდა ოქროს საწმისი გამოვიდა საქართველოს უამბე და ასობით ეგზემპლარი რიგდებოდა და ხალხმა გაიგო რომ არსებობს ალტერნატივა არსებობს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი არსებობს თავისუფლების იდეა არსებობს პიროვნების თავისუფლების იდეა და არსებობს პერსპექტივა საქართველოს დამოუკიდებლობისა დისიდენტობისგან განსხვავებით შემდეგ მოვედით ჩვენ პოსტდისიდენტები ჩვენ არ ვიყავით ლეგალური ჯგუფი ჩვენ ვიყავით არალეგალური დახურული ჯგუფი რომელმაც დავირქვით რომ აი ჩვენ ვქნით პარტიას და გაგვასამართლეს როგორც პარტია საბჭოთა კავშირში კომუნისტური პარტიის გარდა საბჭოთა საქართველოში ეგრეთ წოდებული რესპუბლიკური პარტიის შექმნისთვის გაგვასამართლეს და სხვა პოლიტიკური ჯგუფების შექმნა ანუ 80-იანი წლების დასაწყის 70-იანი 80-იანი წლების მიჯნა ეს არის დისიდენტური მოძრაობის საკუთრივ დისიდენტური ნაწილის დასასრული რომ საბჭოთა კონსტიტუციას ფორმალურად ცნობ ჰელსინკის აქტს ცნობ მაგრამ ადამიანის უფლებები უნდა დავიცვა ბუნებრივია ამ ფონზე ნაციონალური ინტერესები უნდა დავიცვა ჩვენი მიდგომა პოსტდისიდენტების იყო ის რომ არ ვცნობ საბჭოთა კონსტიტუციას არ მიმაჩნია რომ საქართველო უნდა იყოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჩვენ გვინდა თავისუფლება ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა და ჩვენ გვინდა მოქალაქეების თავისუფალი მოქალაქეების საზოგადოების შექმნა ეს იდეები 80-იანი წლების მეორე ნახევარში უკვე მასობრივად დაუპირისპირდა ერთმანეთს დამოუკიდებლობა თავისუფლების გარეშე თუ თავისუფლების გზით დამოუკიდებლობაზე მისვლა ის გზა რომელმაც გაიმარჯვა მაშინ საქართველოში ჯერ დამოუკიდებლობა ეს გზა თავის თავში მოიცავდა რომ აფხაზები აფსუები არიან წავიდნენ თავის ისტორიულ სამშობლოში მტრის ხატი იქმნებოდა ოსების მიმართ დამოკიდებულება ეს არ ეხებოდა მხოლოდ ეროვნული მოძრაობის დისიდენტურ ნაწილს ეს ეხებოდა სხვა ადამიანებსაც საბჭოთა რაიკომის მდივნებსაც რომელსაც ტაშს უკრავდნენ მარნეულიდან აზერბაიჯანელების გაშვების უზრუნველყოფისთვის მოხდა პრაქტიკულად გაერთიანება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმის. თავარი იდეა, რომელმაც მაშინ საქართველოში გაიმარჯვა, ეს იყო ჩვენი ქართული ეთნიკური ძალების მობილიზება და კონსოლიდაცია საბჭოთა ქართველებიდან ანტისაბჭოთა ქართველებამდე. 80-იანი 90-იანი წლების მიჯნა ეს პრაქტიკულად არის მოწითალო მოვარდისფრო საქართველოს ცვლილება ლამის იგივე შემადგენლობით რაოდენობაში. გავიხსენოთ, ავიღოთ ცეკას წევრები და ავიღოთ შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ცეკას წევრების გნებავთ ნომენკლატურული, გნებავთ ინტელიგენტური შემადგენლობა. იქ ჩვენ ძალიან ბევრ საერთოს აღმოვაჩენთ. იქაც დაახლოებით იმ 60%-ს ვიპოვით, რომლებიც აი გამსახურდიას რო აძლევენ ხმას 91 წელს 26 მაისს
და 92 წლის შემოდგომაზე შევარდნაძეს უაძლევ ხმას. ხო, თითქოს შეუთავსებელია 2/3 ასეთი. ამიტომ ჩვენ მივიღეთ აი ეს ვითარება დამარცხდა ქართული იდეა, თავისუფლების იდეა, დამარცხდა ის ზურაბ ჭავჭავაძესთან ერთად. დამარცხდა ეს მერაბ მამარდაშვილთან ერთად. პლურალიზმი დამარცხდა მაშინ საქართველოში, მაგრამ არ მოისმო. როცა მამარდაშვილმა თქვა, თუ ქართველი ხალხი აირჩევს გამსახურდიას, მე წავალ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იყო მისი უფლება, ეთქვა ასე. როცა ზურაბ ჭავჭავაძე ამბობდა, რომ არ არსებობს ისეთი აფხაზური პრობლემა, რომელიც არის ანტიქართული და არ არსებობს ისეთი ქართული პრობლემა, რომელიც თავისი არსით არის ანტიქართული, ეს არის ანტიაფხაზური, ეს არის პოლიტიკური ფორმულა, ეს არის ქართველების და აფხაზების თანაარსებობის ფორმულა. ჩვენ საბჭოთა კავშირიდან მოვდიოდით, საბჭოთა კავშირი ირღვეოდა და ამ დროს ოსებს და აფხაზებს არაფერს ვთავაზობდით. ჩვენ კი ვთავაზობდით მცირე ნაწილი, დამარცხებული ნაწილი ქართული პატრიოტული დემოკრატიული მოძრაობის, მაგრამ ეს ნაწილი დამარცხდა. ჩვენ ეს მძიმედ ვიწვნიეთ. ჩვენ ეს ვიწვნიეთ 2008 წლის აგვისტოთი, როცა ერთი და მეორე არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, ინკორპორირებული და რუსეთის მიერ აღიარებული. ჩვენი შეცდომების შედეგიც არის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და არ უნდა გაურბოდეთ ამ ტერმინს. ორივე ტერმინს ხმარობ. ცხინვალის რეგიონსაც და სამხრეთ ოსეთსაც. ამ კლიშეების ტყვეობაში არ უნდა ვიყოთ. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი უკომპრომისობა ტერმინ სამხრეთ ოსეთის მიმართ და ჩვენ მივიღეთ სამხრეთ ოსეთი საქართველოს გარეთ. მე მირჩევნია, რომ და მერჩია, რომ არის იტალიური მაგალითი, სამხრეთ ტიროლი, ალტე ადიჯე არის მაგალითები, როდესაც წყდება ეს პრობლემა 40-იანი 50-იანი წლების ბოლოს დიდი ის იყო ხმაური და მოახერხეს იტალიელებმა, რომ სამხრეთ ტიროლი დღეს იტალიური რეგიონია და ამ სახელს იტალიელები ეგუებიან თავის დასახელებასთან ერთად. ჩვენ აღმოჩნდით ტერმინების, ქიმერების ტყვეობაში და ჩვენ არსი ხელიდან გაუშვით. როდესაც აფხაზები გვეუბნებოდნენ საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს და პროცესში თქვენ გნებავთ დამოუკიდებლობა, თქვენ გინდა თავისუფლება. ჩამოვიდა ზურაბ აჯბას სპორტის სასახლეში 90 წელს და თქვა, თქვენ გსურთ თავისუფლება და მე ამას მივესალმებ და დაუკრეს ტაში. ჩვენ აფხაზებსაც გსურთ თავისუფლება. და როგორი უნდა ყოფილიყო ქართული თავისუფლების და აფხაზური თავისუფლების ტექნოლოგიური თავსებადობა, ამაზე უნდა გველაპარაკა. როგორი უნდა ყოფილიყო 1000 წლის შემდეგ ხელახლა შესაქმნელი ქართულ-აფხაზური სახელმწიფო, ამაზე უნდა გველაპარაკა. მეფე აფხაზთა და ქართველთა ეს არ არის მხოლოდ ისტორიის ჩანაწერი. ასე იქმნებოდა ეს ქვეყანა. და ბუნებრივია ქართული ელემენტი იყო დომინანტი, კულტურულად, რაოდენობრივად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ უნდა შეგვექმნა ახალი საქართველო და ახალი საქართველო ვერ იქმნებოდა აფხაზების ნებაყოფლობითი თანხმობის და მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ მივიღეთ ვითარება. ქართული ვექტორი მოსკოვში ჩვენი პარტნიორი იყო ელცინი. აფხაზების პარტნიორი იყო გორბაჩოვი. ანუ ჩვენი როგორ, ჩვენი სახელმწიფოს ლიდერის, აი გამსახურდია, პრეზიდენტ გამსახურდიას პარტნიორი იყო რუსეთის პრეზიდენტი ელცინი. არძიმბას პარტნიორი იყო გორბაჩოვი. საბჭოთა კავშირი. ამ სხვადასხვა ვექტორი იყო ჩვენი და აფხაზების განვითარების. ეს უნდა დაგვეძლია და ჩვენ ეს ვერ გავიაზრეთ. მთელი მე-20 საუკუნე ქართველების ვექტორი არის მე-20 საუკუნის დასაწყისში, მე-20 საუკუნის ბოლოს. ქართველების ვექტორი არის მოსკოვისაგან დისტანცირება, შუა პერიოდში, საბჭოთა პერიოდში არის მოსკოვის დაპყრობა. და აფხაზების ვექტორი არის რუსებთან ერთად ქართველებისაგან თავის დაცვა. განსხვავებით მე-19 საუკუნისგან, როცა ქართული ვექტორი არის რუსებთან ერთად ბრძოლა ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩრდილოეთ კავკასიელების წინააღმდეგ, აფხაზების წინააღმდეგ. როდესაც ჩვენ ვიღებთ ჩერქეზების გენოციდს აგერახლა, ეს არ არის გულწრფელი დამოკიდებულება. პოლიტიკური თვალსაზრისით 1907 წლამდე გენოციდის ხსენება ჰააგის კონვენციამდე უბრალოდ ვერ იქნებოდა და ისტორიული თვალსაზრისით აფხაზების დიდი ნაწილი, დაახლოებით 9/2
განდევნილი არიან მაშინ რუსეთის იმპერიის. ჩვენ ახლა ნიანგის ცნემლებს ვღრით ჩერქეზების გენოციდზე, როცა გამარჯვების აღლუმში ქართული რაზმები მონაწილეობდნენ ალექსანდრე მეორის აი ამ ღონისძიებაში, როცა ჩვენ მონაწილეობდით მათ დამარცხებაში, ქართულ-რუსული პროექტი იყო ანტიჩილო-კავკასიური პროექტი და ამ დროს ხმას არ ვიღებთ, რომ ნახევარი აფხაზებია გარეკილი. არც ისტორიულად, არც პოლიტიკურად ეს სწორი არ არის და თან სახიფათოა. ეს ვითარება ახალი კი არ არის. აი 80-იანი, 90-იანი წლების მიჯნაზეც ეს იყო. ამიტომ მაშინ დამარცხებული ქართული პატრიოტული დემოკრატიული ალტერნატივა დღემდე არის ამ მდგომარეობაში. ამასთანავე ის არ არის მომსპარი. დაამარცხეს მამარდაშვილი და ჭავჭავაძე. დაამარცხეს მაშინ ქართველმა ხალხმა დაამარცხა. მაგრამ არ მომსპარა ეს იდეები. ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით ბევრჯერ დაამარცხა თავისუფლება. მაგრამ არ მოისპო ის შემადგენელი ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკურიც და საზოგადოებრივიც, რომელიც აი კუნძულებად არის. არის დემოკრატიული პატრიოტული ძალები, პატარა კუნძულები, არის მედია, პატარა კუნძულები, არის არასამთავრობო სექტორი, არის ცალკეული ინტელექტუალები, რომლებიც არ შედიან ამ პოსტსაბჭოთა კორპორატიულ სისტემაში, რომლებიც არ გახდნენ ხელისუფლების ნახლებნიკები. ამიტომ ეს პროცესი გრძელდება. კი არ დამთავრდა, თურქმენეთი კი არ არის საქართველოში. საქართველოში არის ცოცხალი პროცესი თავისუფლებისთვის ბრძოლის გაწელილი, მაგრამ პერსპექტიული. რეკლამის დროა ჩვენს გადაცემაში, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, დღეს დავით ბერძენიშვილია ჩემი სტუმარი. რა თქმა უნდა, იგივე შეცდომები რო არ დაუშვა, აუცილებელია შეცდომების გაანალიზება. თუმცა სანამ შეცდომებზე ვისაუბრებდით, თქვენ არაერთი ჩამოთვალეთ მანამდე. თქვენ ერთ-ერთ ფრაზას დაუბრუნდები, რომ საზოგადოებაში თუ ადამიანებში ჯერ კიდევ პოსტსაბჭოური მენტალიტეტია, ასე ვთქვათ, შენარჩუნებული, რომელიც ვინც მოდის ხელისუფლებაში, ვის ძალასაც გრძნობს, იმის მხარეს გება მექანიკურად და ის არჩევნების შედეგებით ამას მოწმობს, რომლის მომსწრენი ჩვენ ყველანი ყოფილვართ. მაშინ ხელისუფლება, რომელიც იძახის, რომ მე საზოგადოებიდან მონობის მენტალიტეტი და მონური აზროვნება უნდა ამოვიღო, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ბრძანა ეს ბათუმში მორიგი სასტუმროს აშენების დროს. ნუ ესე იგი მას პრობლემა დაუნახავს და ახლა ცდილობს, რომ ეს მონობა, მონური ფსიქოლოგია ამოიღოს საზოგადოებიდან, რომ თავისუფალ ადამიანებად აქციოს. თუმცა სხვა საკითხია, რომ საუკუნეების განმავლობაში არაერთ ფილოსოფოსი შეუნიშნავს, რომ ადამიანი თავად თავისუფლდება მას მონობიდან, თუ თვითონ არ უნდა თავისუფლ. შეიძლება მონობაშიც კი უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე ადამიანი, რომელიც მონობაში არ არის, მაგრამ შინაგანად მონა. ვართ ჩვენ შინაგანად მონები მაინც? როდესაც კაცი, რომელიც პრეზიდენტად მუშაობს, სხვა ბიზნეს სტრუქტურის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის გარეშე აშენებულ სასტუმროს ხსნის და ლაპარაკობს ხვის მონობაზე, ეს იმას ადასტურებს, რომ მას აქვს კომპლექსი და მას აქვს პრობლემა. მონა და პატრონი ერთია. იმიტომ პატრონს ყოველთვის ყავს სხვა პატრონი. ამიტომ, როდესაც მიმთვისებელი ხარ სხვისი შრომის და გინდა საკუთარ პოლიტიკურ აქციად გაასაღო სხვების მიერ აშენებული სასტუმროს გახსნა, თუ რაღაც ბაღის გახსნა. სააკაშვილისთვის რაღაცა დისნეილენდად აქცია ქვეყანა. ესე გადმოხედავს ავლაბრის რეზიდენციიდან, მოწონს განსაკუთრებით შებინდებისას გალამაზებული პარკი, ბაღი, გაფრინდება ბათუმში, იქაც მოწონს მესტიაში. ანუ მისთვის ეს არის საარსებო სივრცე, სადაც ის ერთობა და მას მუდმივად ეშინია პუტინის. ადამიანი არ არის თავისუფალი, არ არის თავისუფალი. ადამიანი, რომელიც 21 საუკუნეში ქვეყანას მართავს არა თავისუფალი, არა დემოკრატიული მეთოდებით. ადამიანი, რომელსაც მუდმივად აქვს კომპლექსი და საჯარო და ღიად ამბობს, რომ კენჭს ვიყრიდი ქალაქში, რომლის 80%-ს ვეზიზღებოდიო. ეს არის მის ინტერვიუებში. დასავლეთს ასე ელაპარაკება. ადამიანი, რომელიც მამაკაცი, რომელიც
იმდენად ხშირად ლაპარაკობს რაღაცა უხერხულ ადგილების ჩამოთვლით მის განცდებზე, მას მუდმივად ეშინია პუტინის და ზაზა შათერიშვილმა თქვა აგვისტოს ომის შემდეგ იმავე დღეებში, რომ სააკაშვილი არის არ შემდგარი პუტინი. მე მგონია რომ ეს სწორია და მე ვცდილობ აი ამ ფორმულის პოლიტიკურ ტირაჟირებას ხო, მაგრამ არ შემდგარი პუტინი, როგორც ზაზა შათერიშვილი უწოდებს, ის საზოგადოებით манипуლირებას, ადამიანებით, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ხო? მშვენივრად ახერხებს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ახერხებს. იყო რამდენიმე კრიზისული სიტუაცია მის აი ამ მმართველობის პერიოდში და შეიძლება ითქვას, რომ მან დაძლია ეს კრიზისები და მისი არ ვიცი, ძალაუფლება მე მგონი ამ კრიზისების შედეგად კიდევ უფრო თუ არ გაძლიერდა, თორე შესუსტებით მე მგონი არ შესუსტებულა. შევარდნაძემ მას დაძლია რამდენიმე კრიზისი, მათ შორის 2 ტერაქტი. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილზე ტერაქტის შემთხვევაში მას ფსიქოლოგიური ენერგია ეყოფა გააგრძელოს საერთოდ საქმიანობა და მმართველობა. ხო, და ბუნებრივია, ამიტომ მას ისეთი განსაცდელი არ ქონია, როგორც ბევრ სხვას ქონია, მათ შორის მის გამზრდელ მშობელ წინამორბედს. რაც უფრო დიდხანს გაიწელება, არაადეკვატურობა, ნდობასა და ნდობის იმიტაცია შორის, რაც უფრო მეტი იქნება უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა ქვეყანაში, რომელსაც გამოღლეთ ხმებს და რასაც ვერ გამოღლეთ, იმას გააყალბებ და ჩვენ დღეს ეს ვითარება, რაც უფრო დაიძაბება ვითარება, მით უფრო მძიმე იქნება პასუხი. მე მეშინია ახალი ქართული რევანშის და მე არ მინდა ახალი ქართული რევანში. მე არ მინდა კუდიანებზე ნადირობა პოსტსააკაშვილისეულ პერიოდში. ამიტომ ამბობ, თუ პირველად ქვეყნის ისტორიაში, პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში მოხერხდება, რომ ნახელისუფლარი პარტია გვეყოლება ჩვენ პარლამენტში, ასეთი არ გვყავს, არც გვალი მაგიდა, არც მოქალაქეთა კავშირი, არც აღორძინება. ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში, თუ ჩვენ ამას მივახცევთ, ეს იქნება გაცილებით უფრო პერსპექტიული განვითარება, პლურალისტური განვითარება საზოგადოების ქვეყნის და მაშინ დავძლევთ ამ პოსტსაბჭოთა პერიოდს სხვა კომპონენტებთან, სხვა წარმატებებთან ერთად, თუ ეს დემოკრატიული კუნძულები იქცევა დემოკრატიულ სივრცედ, მაშინ შესაძლებლობა იმის, რომ ჩვენ გავთავისუფლდეთ ასეთი манипуляციებისგან იქნება გაცილებით მაღალი. თუმცა დათო კიდევ ჩაგეკითხები ხო, თუ შეიძლება ოპოზიცია ამ შემთხვევაში 6-იანს გულისხმობ, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა ავტორიტარულ თუ რაღაცა ეგეთ მმართველობით სტილს ირჩევს და დაშინების გზით მიდის. ამ შემთხვევაში საუბარი დემოკრატიული ხერხებით, არჩევნების გზით, კონსტიტუციის ანუ რაღაცა ესეთი კარგად იქცევი, ხო შენ? რამდენად მისთვის ეს შეიძლება, როგორ გითხრა, პრობლემების შემქმნელი გაახდეს, იმიტომ რომ ხა ვიღაცა ჭადრაკს თუ გეთამაშე, ჭადრაკის თამაშზე თუ ხართ შეთანხმებულები და იზუცებ აზიას მოიპარებს. ხო, რაღაცა ან საერთოდ ამოგიყირავებს ამ იმას. რანაირად შეიძლება ამ ხელისუფლებას აი იმ თქვენ დემოკრატიული გზა გაქვთ არჩეული, ხო, 6-იანს. როგორ შეიძლება ეს შედეგიანი და ეფექტური იყოს, იმიტომ რომ მოდით ისიც ვთქვათ, ხო, რომ თავისუფლება ეფექტურობასთან არის დაკავებული, იმიტომ რომ ხა უბრალოდ ადამიანი თავისუფალი რასაც უნდა აკეთებს, ახლა ეგ ერთი მომენტია, მაგრამ ეფექტური უნდა იყოს თავისუფლება. გამორიცხვის მეთოდით წავიდეთ. სააკაშვილს რამდენი შეუძახა 100,000 კაცმა წადიო, არ წავიდა. რამდენი დაემუქრა ვიღაცა კომბლებით, არ წავიდა. და ხო, ეს გზა ვიცით. პარლამენტო არჩევნები ადგილობრივი თითქმის ესეც ხო გამოვცადეთ, მაშინ და აი მათ შორის არის სხვაობა და შევამოწმოთ. სააკაშვილის რეჟიმის ძალადობრივი მეთოდებით დაძლევის უსიცხლო პერსპექტივები არ არსებობს. ამისი არც საჭიროება და არც შესაძლებლობა არ არის. შეუძლებელია სააკაშვილის რეჟიმთან ამ ტიპის დაპირისპირების დროს შენ ძალას არ დაუპირისპირო და შეუძლებელია სახელისუფლებო რღვევის გარეშე მოხდეს ამ ხელისუფლების დაძლევა. ხელისუფლებიდან ყველა ასატანი და მეტიც, ყველა აუტანელი წამსვლელი უკვე წასულია. არსებულ ვითარებაში აქცენტირება იმაში, რომ ხელისუფლებაში ქართულ საზოგადოებას, ქართულ ოპოზიციას, დემოკრატიულ ოპოზიციას პარტნიორები ყავს, დღეს ეს არ არის. ნახოთ ხვალ რა იქნება. რაც შეეხება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას. ჩვენი ტიპის ქვეყნებში
რომელიც აი შეფასებით ეს არის ჰიბრიდული ქვეყანა, ანუ ავტორიტარული ნიშნები ქვეყანაში არის, ინსტიტუტების იმიტაცია არის, სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არის და ასე შემდეგ. ჩვენი ტიპის ქვეყნებში არ არის ავტორიტარიზმის რესურსი. ანუ ჩვენ ვერ ხვდებით ჩვენი აღმოსავლური მეზობელი, რომელიმე მეზობლის მსგავსად სტაბილური ქვეყანა ავტორიტარიზმის პირობებში. არც ერთი ვერსია მოავტორიტარო ხელისუფლების სამჯერ სადა საქართველომ არ გამოვიდა. მეორეს მხრივ, საქართველოს აქვს პრობლემა, რომ ის არ არის თვითკმარი დემოკრატიული არჩევანისთვის. მას სჭირდება ამ არჩევანის დაცვა და ხელშეწყობა. ამიტომ ამბობ ჩვენ, ქართველი ხალხის არჩევანი, როცა გაზიარებულია დასავლეთის მიერ, მაშინ ხელისუფლება ქვეყანაში იცვლება და 2003 წელს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ შევარდნაძე აღარ ყოფილიყო ხელისუფალი. საპარლამენტო ხელისუფლება არ ქონოდა. და დასავლეთი ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს დადგა. მაშინ როცა 2000 წელს სულ არ ყოფილა საპრეზიდენტო არჩევნები და დასავლეთმა დაუდასტურა შევარდნაძეს გაყალბებული არჩევნები. უბრალოდ ხალხი არ მისულა. ვითარება არის როგორი 2 ნოემბრის არჩევნებს გავიხსენებ, იმიტომ რომ იქ ბევრი რამ ხდებოდა, რაზეც კითხვები სხვათა შორის დღესაც არსებობს, იგივე იმ სიებთან დაკავშირებით, რომ ეს უბრალოდ ისე არ მოხდა. დაინტერესებულნი იყვნენ, რომ ის არეულობა და ის ქაოსი ყოფილიყო 2 ნოემბრის არჩევნებზე საარჩევნო უბნებში, რომელიც რეალურად იყო, ხო? მე მაგალითად მახსოვს 4 საათი ვიდექი რიგში, სანამ ჯერ მივაგენი სად ვარ რომელი, მოკლედ მთელი ამბავი იყო. ოპოზიცია დღევანდელი, იმათ მაშინ 2003 წლის 2 ნოემბერს ის ქაოსი, რასაც მოყვებოდა რაღაცეები, ის შექმნა, ვინ შექმნა ძალიან კარგად იცით თქვენს და მეც ეჭვი მაქვს, რომ ვიცი. დღეს თქვენ ამას ვერ გააკეთებთ, ხო დათო? მოდი ესე ვთქვათ, ჯერ ერთი 2003 წელს თავი იყო განწყობა და არა ცალკეული ტექნოლოგიური ამბები. განწყობა იყო, გასაგები იყო, ხელს გიშლიდან, ვიღაცას ხელს უწყობდნენ და ასე, მაგრამ განწყობა დადასტურებული იყო. განწყობა იყო მეტწილად ოპოზიციური. 2007 წელს ნოემბერში აღმოჩნდა, რომ თურმე განწყობა არის ოპოზიციური და 2008 წლის არჩევნებში, ნუ ხა სააკაშვილო 31% მიყო დედაქალაქში, ოფიციალური შედეგი. კატასტროფულად წააგო, ხო? ბათუმი წააგო, ქუთაისი წააგო, თელავი წააგო, ყველა დიდი და პატარა ქალაქი, ლამის 80% ჩვენი ქალაქების მან წააგო. მე ვამბობ იმას, რომ აი ძალიან მარტივი არის. სულ რაღაც 1 მილიონი ქართველის 1 მილიონი ხმა, სულ რაღაც 1 მილიონი საქართველოს მოქალაქის 1 მილიონი ხმა წყვეტს ხელისუფლებას. 1 მილიონს ვერ ერევა რეპრესიულ პროპაგანდისტული მანქანა. ის 1 მილიონი ამომრჩეველი, რომელიც მხარს დაუჭერს არა ნაციონალურ მოძრაობას, უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ოპოზიცია შემდეგ ამ ხმებს ნამდვილად დაიცავს. ის უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მას თუ იმის გამო, რომ ის ხმამაღლა აცხადებს და მხარს უჭერს, რამე პრობლემები შეექმნება, ის მარტო არ აღმოჩნდება ხელისუფლების უზარმაზარი რეპრესიული მანქანა. ამას შეძლებთ, მე ვიცი ძალიან ცოტა რო დაგვრჩი მართალი გითხრათ. ვიცი რომ აგვისტოდან უკვე 6-იანი აპირებს რაღაცა უფრო აქტიურად, იმიტომ რომ ნუ ამ ჯაშუშების თემამ ყველაფერი სხვა გადაფარა, ასე მოხდა. თქვენ გაქვთ იმის იმედი, რომ დაარწმუნოთ ის 1 მილიონი ქართველი, რომ თქვენ ბრძოლისთვის სათხარ და ბრძოლა შეგიძლიათ. აქ ბრძოლა, მე არ ვამბობ რომ ხა ავტომატებს და რაღაცებს იმაშვებით, რა ქვია. ბრძოლაზეა საუბარი, ამ ბრძოლისთვის მზად არის 6-იანი? მე თავიდან თქვი, რომ არა მარტო ქართული ოპოზიცია, არა მარტო ქართული ხელისუფლება და ხელისუფლებები არ არის ჩვენი თანამედროვეობის შესაბამისი, არამედ ქართულ ოპოზიციასაც დასამტკიცებელი აქვს, მოსაპოვებელი აქვს, რომ იწოდებოდეს ჩვენი საზოგადოების ღირსეულ პოლიტიკურ ორიენტირად. ამ ამოცანის წინაშე დგას ოპოზიციაში ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც შესაძლოა იტვირთოს ხელისუფლების ალტერნატივობა, დღეს არის ეს თავისუფალი არჩევანი, ის კოალიცია, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ. ჩვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ჩვენზეა დამოკიდებული დავარწმუნებთ თუ არა ხალხს, რომ ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია 1 მილიონი ადამიანის საარჩევნო ყუთთან საკუთარი სინდისის კარნახით არჩევანის გაკეთებით. და ეს პროცესი არის, მე ვფიქრობ, რომ ამის ალბათობა მაღალია, საგარეო მხარდაჭერა პროცესისადმი უფრო იგრძნობა
ვიდრე იყო 2008 წელს უბრალოდ გვეწინააღმდეგებოდა, გადაგვიხაზეს ქართველი ხალხის არჩევანი და თუ რამდენიმე წუთი გვაქვს ერთ თემას შევეხები. ჩვენ პოსტსაბჭოთა საქართველოს დაძლევისთვის და ნორმალურ, სტანდარტულ, დემოკრატიულ სივრცეში, ნორმალურ ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის გვჭირდება ის, რომ ეკლესია გავათავისუფლოთ არა მარტო ხელისუფლებისაგან, არამედ პოლიტიკისგან და არ ვეძებოთ რომელი ეპისკოპოსი და ეპისკოპოსთა რა კრებული არის ხელისუფლების ღია თუ ფარული მხარდამჭერი და რომელი არის ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის თუ გაერთიანების ღია თუ ფარული მხარდამჭერი. ეკლესია იქნება ძლიერი თუ ის არის თავისუფალი. იმიტომ რომ ყოველთვის ხელისუფლება ჯერთი არსით ასია და მეორე ყოველ ხელისუფლებას მეტი მექანიზმი აქვს ეკლესიაზე ზეწოლის, ვიდრე ოპოზიციას ცალკეულ ეპისკოპოსებზე გასასვლელი. ამიტომ ჩვენ დღეს გვაქვს ვითარება, როცა ხელისუფლებას მონოპოლიზებული აქვს მთელი პოლიტიკური სივრცე, ის არ არის კონკურენტუნარიანი გამარჯვებული პარტია, ის არის სახელმწიფო პარტია. მთელი საზოგადოებრივი სივრცე, მედია სივრცე, ნაციონალური არხების მონოპოლიზებული აქვს. ეს არის ცუდი და საჭიროა პოლიტიკური პლურალიზმი, სასამართლოს გამოღლეტა, აღმასრულებელი ხელისუფლება და მედიის გათავისუფლება, ბიზნეს დატერორებისაგან გათავისუფლება, ეს არის ერთი ამოცანა და მეორე ამოცანა. პოსტსაბჭოთა მართვის ფორმა არის ორ უზარმაზარ ყველაზე გავლენიან სტრუქტურას. ერთს დობა დაბალი აქვს, მეორეს მაღალი აქვს. ორ ამ სტრუქტურას ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობების დაპირისპირება, შეთანხმება, გარიგება, დაპირისპირების მონაცვლეობას. ეს უნდა სივრცეები უნდა გამოთავისუფლდეს. პარტიები უნდა იყვნენ კონკურენტუნარიანი და ხელისუფლება უნდა გავხადოთ ერთ-ერთი პარტია, სულ ერთია, რომელიც იქნება ხელისუფლებაში და მეორე არ უნდა ხდებოდეს არარელიგიური ფუნქციების ძალად მიკუთვნება ეკლესიისადმი და ესეც პრობლემა არის. ეკლესიისთვისაც პრობლემაა. ყოველთვის მოიძებნება ესა თუ ის სასულიერო პირი, რომელიც ხანდახან რაღაცას ისეთს იტყვის, რომელსაც შემდეგ ხელისუფლება გამოიყენებს. მაგრამ რაც უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისაგან, პოლიტიკური პროცესისაგან, ეკლესია მით უფრო უშუალო და ძლიერი იქნება ის ეკლესია. მოცემულობაა საქართველოში. ჩვენ ვართ ინიციატორები სახელმწიფოს და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების. და სწორად ვართ ინიციატორები და ამასთანავე მე მინდა ეკლესიის გათავისუფლება ამ პოლიტიკისაგან, იმიტომ რომ სანამ ეს სისტემა შევარდნაძის პერიოდიც, სააკაშვილის პერიოდიც პრაქტიკულად ემყარება დაბალი ნდობის მქონე ხელისუფლების და მაღალი ნდობის მქონე ეკლესიის ურთიერთობების ფორმებს, დაპირისპირება, გარიგებების ფორმებს და აი ეს არის ერთმანეთისაგან გასაყოფი. ასეთ ვითარებაში გამოთავისუფლდება დიდი სივრცე, ასეთ ვითარებაში არავის მოუნდება რაიკომის დივნის თუ ინსტრუქტორის ფუნქციით წარმოიდგინოს რომელიმე სასულიერო პირი. რაც მისი ფუნქცია ნამდვილად არ არის. დათო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ, იმედია თავისუფლებაზე ცოტა მეტი თუ არ გავიგეთ, ფიქს მაინც დავიწყებთ, რა გვინდა თავისუფლება, რომელსაც მე მეჩვენება, რომ ბევრი გაურბის. თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, დღეს დავით ბერძენიშვილი იყო ჩემი სტუმარი.